დილამ შვიდობისა კიდევ ერთხელ ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. დილამ შვიდობისა ტექნობუმში დღეიდან იწყება აქცია შეცვალე ძველი ახლით. აქციის ფარგლებში მომხმარებელი ნებისმიერი ბრენდისა და მოდელის ტელევიზორში, მაცივარსა და სარეცხ მანქანაში 200 ლარს მიიღებს და ძველ ტექნიკას ახალი ტელევიზორით, მაცივრითა და სარეცხი მანქანით შეცვლის. აქციაში 1000 მაცივარი, 1000 სარეცხი მანქანა და 1000 ტელევიზორი. აქცია შეცვალე ძველი ახლით დღეიდან საქართველოში არსებულ ყველა მაღაზიაში იმოქმედებს. რა თქმა უნდა, აქციის ფარგლებშიც ყველა მომხმარებელს თითო ნივთზე გათამაშების თითო ბილეთი გადაეცემა და ტექნობუმის მე-6 გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობა, სადაც თამაშდება ბოლო მოდელის Mercedes-Benz და ოროთახიანი ბინა თბილისში. ტექნობუმის მაღაზიაში შევიძინე მობილური ტელეფონი. მოვიგე ავტომობილი Mercedes-ი. ყველას ურჩევდა შეიძინონ რაიმენით და მიიღონ მონაწილეობა გათამაშებაში. ქუთაისში ტექნობუმის მაღაზიაში შევიძინე გასკურა და მოვიგე თბილისში ბინა. ვარ ძალიან გახარებული და ბედნიერი. ასე რომ ვისაც ოჯახში მოგეძებნებათ ასეთი გაფუჭებული და გამოუსადეგარი ტექნიკა, იცოდეთ რომ ტექნობუმის დახმარებით ის შეგიძლიათ ახლით შეცვალოთ. აქციის პირობებსა და წესებს კი ტექნობუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და მაია მამულაშვილი აგვიხსნით დილამში. მოგესალმებით მაიკო, მოგესალმებით შვიდობისა. დიდი მადლობა. მივესალმებით ტელემაღაზიაში. ხდება, იმიტომ რომ საკმაოდ ცეთი შთამბეჭდავი შემოთავაზებაა მომხმარებლისთვის და რომ არ დავაბნიოთ და შეცდომაში არ შევიყვანოთ, მოდი ზუსტად გავიმართოთ. და მაყურებელს ერთი შევახსენოთ, რომ შეუძლიათ დაერეკვა 200-0030 და დასვით ნებისმიერი კითხვა. შეცვალე ძველი ახლით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, დღეიდან განახლდა კომპანია ტექნობუმში აქცია სახელწოდებით შეცვალე ძველი ახლით. განახლდას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ მქონდა ასეთივე ტიპის აქცია ადრე და ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამ ყველაფერს მომხმარებლის მხრიდან და შესაბამისად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს მომხმარებელს კიდევ ერთხელ მივცეთ ამ ყველაფრის შანსი. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ეს ამ შემთხვევაში ვრცელდება 3 დასახელების ტექნიკაზე, როგორც აღნიშნეთ თქვენ, ეს არის ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და ასევე მაცივარი. ჩვენ სამ წარმოებელთან მივაღწიეთ შეთანხმებას. საუბარია გერმანულ ვაგნერზე, ასევე ბრიტანულ სტაილენსზე, ამერიკულ პრაიმზე და სწორედ ამ ბრენდების მაცივარი, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი არის აქციაში ჩართული. მომხმარებელი, რომელსაც აქვს აბსოლუტურად ძველი, გადასაგდებად გამზადებული ტექნიკა, გამოუსადეგარი, როგორც ვიზუალურად, ისე ფუნქციურად შეიძლება საერთოდ არ მუშაობდეს, ან ვიზუალურად იყოს შელახული. შეუძლია რომ სწორედ ასეთი ტიპის თან მინდა ხაზი გავუსვა ნებისმიერი ბრენდის, ნებისმიერი მოდელის, რა დროსაც არ უნდა იყოს გამოშვებული, ასეთი ტიპის ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და მაცივარი შეუძლია რომ ასეთი ტიპის ტექნიკაში ჩვენგან მიიღოს 200 ლარი და ჩაანაცვლოს ახალი ტექნიკა. ტელევიზორის მოიტანოს და სარეცხი მანქანა. რა თქმა უნდა შეუძლია, თუმცა ამ შემთხვევაში მე მინდა რომ ერთგვარი განმარტება გავაკეთო, თითო ტექნიკაში ტელევიზორში რა თქმა უნდა მიიღებს ტელევიზორს, მაცივარში და სარეცხ მანქანაში სარეცხ მანქანას და როდესაც აღვნიშნე რომ მიიღებთ ამ ძველ ტექნიკაში 200 ლარს, მინდა რომ ანუ ესეც ასეთ ერთგვარი განმარტება გავაკეთო ამ ყველაფრის. ეს ნიშნავს რომ და თან შეცვლით ძველ ტექნიკას ახალი ტექნიკით. ანუ მაგალითად ტელევიზორი ამერიკული ბრენდის პრაიმის ტელევიზორი გვაქვს, რომელიც არის 91 სანტიმეტრი დიაგონალის LED ტელევიზორი. მისი ფასი არის 552 ლარი და რადგან ტექნობუმი ძველ ტექნიკაში 200 ლარს გაძლევთ საჩუქრად, ეს ნიშნავს რომ ეს 200 ლარი აკლდება იმ თანხას 552 ლარი. და შემდეგ შეუძლიათ რომ განავადონ თქვათ ის დარჩენილი. 552 ლარი გამოდის რეალურად. და ის თანხა შეიძლება და განოდებაც შეიძლება რომ გააკეთოს. ანუ ამ შემთხვევაში კომპანია ტექნობუმმა როგორც წესი მოგეხსენებათ, ანუ სხვადასხვა ტიპის აქციები როცა იმართება, სხვა უპირატესობები და შეთავაზები ჩერდება ხოლმე. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ გავაკეთეთ ასე და რა თქმა უნდა დავტოვეთ განმარტება, ხაზგაუსამ ეს არის სტანდარტული საბანკო განმარტება არის ამ შემთხვევაში და შეგიძლიათ რომ ეს თანხა რა თქმა უნდა თქვენი სწორული ყველანაირად თქვენზე გადაანია მომხმარებლისთვის. მე შევახსენებ მაყურებელს რომ 200-0030 ის ნომერია რომელსაც უნდა დარეკოთ თუ ამ აქციაზე გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვა და მე მგონი პირველი მაყურებელი უკვე ხაზია. დილამ შვიდობისა, მოგესალმებით. გამარჯობათ. გამშვიდობისა, გისმენთ. იცი რა მაქვს საბჭოთა კავშირის დროინდელი მაცივარი და კონდიციონერი შემოვიტოვეთ, შევინახე სტარტაპში და თუ არის ამაზე აქცია ანა მეთქეთ. შენახული ბრძანდებით. ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის. გეტყვით აუცილებლად, თუნდაც იყოს ეს საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოშვებული მაცივარი, თუმცა კონდიციონერს რაც შეეხება ამ შემთხვევაში მე კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ საუბარია 3 დასახელების ტექნიკაზე, მაცივარზე, სარეცხ მანქანასა და ტელევიზორზე. შესაბამისად ანუ ამ შემთხვევაში მაცივარი თუ გაქვს, შეგიძლიათ რომ სწორედ ამ მაცივარს, კი ბატონო, და მე აქვე მინდა ისიც თქვა რომ ანუ იმის გამო რომ მომხმარებელი ასე ვთქვათ არ იყოს ძალიან დატვირთული და გაუმარტივოთ მას ამ ყველაფერში აქციაში ჩართვა და ჩვენ ზრუნავთ რა თქმა უნდა ამ კუთხით მომხმარებელზე, არ არის აუცილებელი რომ ეს ტექნიკა ჩვენთან არ უნდა მოიტანოს თქვათ და მოგეხსენებათ ახლა სარეცხი მანქანა მაცივარი უმეტეს ძალიან ფულია ეს ყველაფერი ამ მომხმარებელზე და მათ ვეუბნებით რომ შეგიძლიათ მიბრძანდეთ ჩვენს ნებისმიერ მაღაზიაში, თქვენ როგორც აღნიშნეთ, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით
დაახლოებით არის ეს ყველაფერი და იმ რეგიონის მაღაზიაში მივა ჩვენი მომხმარებელი, სადაც ამჟამად იმყოფება და მაღაზიაში მას ელექტრონულ მისამართს იმეილს მისცემენ, სადაც უნდა გადააგზავნოს სწორედ ამ ძველი ტექნიკის ფოტო, მოდელი და სერია. იმიტომ რომ იცით არის, ან ჩვენ რადგან სამ წარმოებელთან მივაღწიეთ შეთანხმებას, ჩვენს ყველაფერი გვჭირდება ეს მასალა, მას უნდა გავუგზავნოთ, იმიტომ რომ ამ 200 ლარს ასე ჩვენ საუბრობთ, ის მწარმოებლები ანაზღაურებენ. შესაბამისად, ანუ ეს ფოტო მასალა გვჭირდება და შემდეგ და ასევე მინდა კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ, თქვათ მოიტანა მომხმარებელმა აი ესეთი გაფუჭებული ვიზუალურად შეელახული ტელევიზორი. მას აქვს უფლება რომ თქვათ ეს გამოიყენოს სარეცხი მანქანის თქვათ საყიდლად თუ აუცილებლად ტელევიზორში ხო, კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, აუცილებლად ტელევიზორი უნდა იყოს ტელევიზორში, სარეცხი მანქანაში, ხოლო მაცივარში. და ამ ტექნიკაზე ხა ტელევიზორზე აღვნიშნე, მაცივარზეც უნდა ვთქვა, ახლა საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული მაცივარი ახსენა ჩვენმა ტელემაყურებელმა და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი იცვლება, როგორც უკვე ვთქვი, ბრიტანული ბრენდის Stylens-ის ორკამერიან მაცივარში, ნახევრად მშრალი მაცივარია და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, შეთავაზება ეს ყველაფერი ტექნობუმისგან, მით უმეტეს, რომ გარდა იმისა, რომ განვადება, როგორც გიორგი მაღანჩა განვადება რა თქმა უნდა ვრცელდება, ამ ყველაფერზე დარჩენილ თანხაზე გათამაშებაშიც ერთვება მომხმარებელი. ამაზე მოდი სურამდენიმე წამში გავაგზავნოთ საუბარი, იმიტომ რომ მაყურებელი ყავს ხაზზე. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. დილამშვიდობისა. 9 წლის წინ ვიყიდე ტელევიზორი და გამიფუჭდა, ახლა 2 წლის წინ გამიფუჭდა და აღარ მომიტანია გასაკეთებლად და ის ტელევიზორი თუ შეიძლება რომ მოვიტანო თქვენთან და პლაზმური ტელევიზორია რომ გამოცვალოთ. კი ბატონო, გაგცემთ თავისებურ პასუხს, რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუმცა კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, რომ არ არის მოტანა აუცილებელი, არ იწოლოთ ამისთვის. შეგიძლიათ რომ ფოტო გადავუყოთ, მოდელის სერია ჩვენს მიელზე გამოაგზავნოთ, ამისთვის უნდა მივბრძანდეთ იმ მაღაზიაში, სადაც იმ ქალაქის მაღაზიაში, სადაც ამჟამად იმყოფებით. თბილისში 3 მაღაზია გვაქვს ვაკეთილში, ვაჟა-ფშაველსა და დიღომში, ასე რომ შეგიძლიათ თქვენი სურვილის მიხედვით მიხვიდეთ ამ მაღაზიაში და იქ მოგცემენ ელექტრონულ მისამართს, სადაც უბრალოდ დაგვჭირდება მხოლოდ თქვენს მიერ გადაღებული ფოტოსურათი ამ ძველი ეს პირველი მოდელი და სერია. მე აუცილებლად უნდა მოიტანონ უკვე. არა, არ არის საჭირო, იმიტომ რომ მე ვიტყვი, რომ ეს ტექნიკა რა თქმა უნდა განადგურებას ექვემდებარება. შესაბამისად, თქვენ თვითონ შეგიძლიათ რომ განადგუროთ. მაიკო ტელევიზორი არ ქონდეს ფოტო. მაიკო, მე მინდა გათამაშებასაც შევეხოთ, იმიტომ რომ მომხმარებელი ანუ ამ აქციის საშუალებით ასევე ამ გრანდიოზულ გათამაშებაშიც ერთვება, ხო? აი ამაზე რო გითხრა. მართალი ხარ, ესე იგი, გარდა იმისა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ აქციის უპრეცედენტობა ჩვენ ძალიან ხშირად ვიყენებთ ხოლმე სიტყვა უპრეცედენტოს გრანდიოზულს. ეს არ არის მხოლოდ მე თვითონვე რა თქმა უნდა. მე არაერთხელ და სწორედ ეს არის, რაც აღნიშნე უკვე ამ აქციის უპირატესობა, რომ თქვენ ძველ გადასაგდებად გამზადებულ ტექნიკაში 200 ლარს იღებთ და ძველ ტექნიკას სახელთან აცვლეთ და თან ერთობით გათამაშებაში, როგორც უკვე აღნიშნე, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ ივძე მიიღებთ გათამაშების თითო ბილეთს, მოგეხსენებათ ხვალ აქვე დავაანონსებ, ხვალ არის უკვე მე-6 ეტაპი გათამაშების პირდაპირ ეთერში საღამოს 21 საათსა და 45 წუთზე და დარჩენილია სულ 5 ავტომობილი დარჩა, Mercedes-Benz-ი სულ 10 იყო მოგეხსენებათ, საერთო ჯამში ასევე დარჩა 5 ოროთახიანი ბინა თბილისში და რა თქმა უნდა სხვა პრიზები, მსხვილი ტექნიკა, რომელიც მე შეგახსენებ, რომ მომენტალურად თამაშდება, მომენტალური პრიზები მიიღებთ და გადაფხეთ, შეიძლება რომ იქვე მოიგოთ მსხვილი ტექნიკა, ან შეიძლება რომ იმ გრანდიოზულ გათამაშებაში ჩაერთოს, რომელიც ყოველთურად იმართება. და ეს რამდენი ხანი გრძელდება ეს აქცია, როდიდან როდემდეა? იმის გამო რომ ეს ასე ვთქვათ კონკრეტული რაოდენობა გვაქვს მწარმოებლების მიერ, ასე ვთქვათ გამოყოფილი, როგორც აღნიშნე ეკამ 1000 მაცივარი გვაქვს, კიდევ ერთხელ გავიმეორე, 1000 სარეცხი მანქანა და 1000 ტელევიზორი, შესაბამისად ძალიან შეზღუდულები ვართ, ასე ამიტომ იჩქარეთ. ამიტომ და იჩქარონ მომხმარებლები და ფოტოები, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მე აღნიშნე დასაწყისში რომ მქონდა ჩვენ ადრე ასეთი ტიპის აქცია, ძალიან დიდი აქტივობა დაფიქსირდა. უკვე გუშინ როდესაც ეს ინფორმაცია გავხსნა, უკვე ძალიან დიდი აქტივობა მომხმარებლის მხრიდან და ამიტომ და იჩქარონ მათ, რა თქმა უნდა, რომ ეს გარკვეული რაოდენობა გვაქვს და ამიტომ მოიწურება. კი ბატონო, ასე რომ თუ კი ოჯახში მოგეძებნებათ ასეთი გაფუჭებული, შელახული ვიზუალურად ტელევიზორი, სარეცხი მანქანა ან მაცივარი, შეგიძლიათ უბრალოდ გადაუღოთ ფოტო, გააგზავნოთ კონკრეტული მაღაზიის მისამართზე, სადაც რომელ რეგიონში იმყოფები და სადაც აპირებთ უფრო მოსახერხებელია. თქვენ ან მიიღებთ 200 ლარს, შეგიძლიათ დაამატოთ შემდეგ ის რაღაცა მინიმალური თანხა და ფაქტიურად ნახევარფასად ჩაანაცვლოთ ძველი ახლით. ყველა თვალსაზრისით მოსახერხებელია, ასე რომ გისურვებთ წარმატებებს კიდევ ერთხელ. ჩვენგე ამასობაში რა ვქნათ? გავდივართ რეკლამაზე, რის შემდეგაც დავბრუნდებით უკვე საუბედო ანეკდოტით პატა გულიაშვილის. დროებით დაგველოდეთ.